2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღეა დარჩენილი. ჭიათურის 56 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს არჩევნების ჩატარებისთვის მზად არიან. ჭიათურის მუნიციპალიტეტში სულ 58 საარჩევნო უბანია. 56 საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დარიგებას ხვალიდან დაიწყებს. ჭიათურის ნომერ 56 საოლქო საარჩევნო კომისია ამ ეტაპზე 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და საკანონო წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისათვის შეიძლება ითქვას, რომ მზად არის. ჩვენ ჩავატარეთ ტექნიკური სამუშაოები, ყველა უბანი აღჭურვილი არის საჭირო ინვენტარით და მასალით. Დაგვჭირდა ბოლო ეტაპი იმ ძირითადი საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემის, რაც არის საარჩევნო ბიულეტენები, შემაჯამებელი ოქნები, სპეციალური კონვერტები, სპეციალური მარკირების სითხეა თუ ასე ვთქვათ, ულტრაისფერი ფარანი, რაც იმ დღისთვის საჭირო არის და რაც კანონით გაწერილი არის არჩევნების წინადღეს გადასაცემად საარჩევნო უბნებისათვის. ჩვენ დავიწყებთ ხვალ 12 საათიდან ამ მასალების გაცემას და ალბათ სადღაც დღის 17 საათისათვის 18 საათისათვის ყველა უბანზე იქნება მისული ეს მასალა. ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს უფლება წარმოადგენლის დამკვირვებლისგან განსხვავდება დამკვირვებლის სხვა სტატუსია, წარმოადგენლის სხვა სტატუსი არის. Სუბიექტებმა დანიშნეს თითქმის ყველა იმ საარჩევნო ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიებზე, სადაც მაჟორიტარებად ხმან საინიციატივო ჯგუფები, ან პარტიებმა თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ორ-ორი წარმომადგენელი. აგრეთვე არის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ჩვენთან არ დარეგისტრირებულენ და არ მოუმართიათ რეგისტრაციით და ალბათ დააკვირდებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. წინასაარჩევნო შეხვედრები გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქართული ოცნების ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ალექსანდრე ციცქიშვილთან ერთად მოსახლეობას საფარის, ავარიონის დასახლებაში გიორგაძის ქუჩაზე შეხვდა. რაიონის გამგებელიც ხდება არჩევით. თუ აქამდე ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა მოვანიჭა მე ეს უფლება და დავინიშნე, ეხლა უკვე რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია და მთლიანად ეს რაიონის გადასაწყვეტია, ვის გამოუცხადებს დობას და ვის დაუდგება გვერდში მოსახლეობა. თქვენი თული გამოცხადების შემთხვევაში ჩაწერა თუ თქვენი ოჯახს დაემატება ერთი ახალი წევრი, რომელიც ყველა თქვენ პირს მიიტანს კულტურა თქვენ სიხარულს გაიზიანოს. გარდა ამისა, ყველა პრობლემა რომელიც წარმოიქმნება თქვენ წინაშე ერთად გავიძებით, გავსახავთ და მიტანო იქნება ბატონს უხატა. სხვანაირად არაფერი არ გამოდის. პირველ რიგში სამარშრუტო გზა მოსაგვარები, რადგან ჯორჯიან მაგანეზე, ანუ ამერიკან ელოისი ანადგურებს გზას თავისი მძიმე ტექნიკით, ეს გზა უნდა მოგვარდეს და უნდა დაინიშნოს სამარშრუტო ტაქსი, რომელიც გადაიყვანს ქალაქში აქედან მაცხოვრებლებს და ამაში ბატონმა სულხონმა მხარდაჭერა აღვიქვა. დასახლებას გვიჭირს გზა არ გვაქვს, გაზი არ არის, წყალი არ გვაქვს და აპირებები მივიღეთ და გვაქვს იმედი რომ გაგვიკეთებენ. სახელმწიფო გუნდის გამგებლობის კანდიდატის შეხვედრები სოფელ პერევისაშიც გაიმართა. ამომრჩეველ სულხან მახათაძემ საარჩევნო პროგრამა გააცნო. არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა. იმედი გვაქვს ამ ოცნების იმისი, რომ ელემენტარულად მოგვაქცევს ყურადღებას. მარტო თითოეული მას გლეხს კი არა, უბანს. არ გვაქვს გზა, არ გვაქვს გაზი მოყვანილია ტრასამდე და უბანში არ არის შეყვანილი. ჩვენს იქით კიდე გლეხები არიან და პროექტიც არ ყოფილა თურმე ამ იმის უბნის. შეხვედრების დასრულების შემდეგ სულხან მახათაძემ საარჩევნო კამპანიაში აჯამა. მთლიანად მუნიციპალიტეტის შემავალი ყველა სოფელი მოვინახულეთ, წინა საარჩევნო კამპანია ყველა სოფელში გამართეთ, რა თქმა უნდა მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი მოსახლეობის დამოკიდებულებით, იქიდან გამომდინარე რომ მოლოდინი ახალი ხელისუფლების
ძალიან დიდია და შესაბამისად ჩვენი მხრიდან რაც იქნება დამოკიდებული მზათა ვართ იმისათვის რომ ამ ადამიანებს იმედი არ გაუცრუოთ და ყველა ის დაპირება რაც ჩვენ გავეცით რა თქმა უნდა ამაზე პასუხისმგებელი ვიქნებით თითეული ჩვენთაგანი რომ ის ყველაფერი შესრულდება ეს არ იქნება ჰაერშნათქვამი სიტყვები მხოლოდ დაპირება ამას რა თქმა უნდა ჩვენ მოვაყოლებთ რეალურ ნაბიჯებს ჩვენი ერთიანი გუნდი და ერთიანი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმის გულისხმით რომ ამ ხალხს იმედი არ გაუცრუოთ და ვიქნებით მათ სამსახურში რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე წინა საარჩევნო ხრეითის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. ძალიან დიდი სოფელია, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ სოფელს და ღიად თქვათ, რომ ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი. ჩვენ ახლა ერთი რაღაცაა, რომ რაღაც სამუშაოები დავიწყეთ, ახლა პირდაპირ გეტყვით და ღიად გეტყვით, რომ კი, მე ყველაფრის გაკეთება გინდა ადამიანს ერთდროულად, მაგრამ რესურსი და შესაძლებლობა ყველაფერს არ გაძლევს ერთდროულად შესაძლებლობას. გოგის გამგებლობის პერიოდში აქ გზის კეთებას დაიწყო, სკოლა, წყალი და ძალიან ბევრი რამის გაკეთება ბაღი და მე ერთ რამეს გეუბნებით. შეიძლება ჩვენ ბევრი რამის გაკეთება ვერ მოვასწარებთ, მაგრამ წლიდან წლამდე ქვეყანა წინ მიდიოდა. 10 ლარი იყო თუ 15 ლარი ყოველ წელს პენსია იმატებდა მაგალითად. წელს არის პირველი წელი, როცა პენსია არ იმატებს არც ერთი კაპიტი, ქვეყანა არის გაჩერებული. ვიცი შეცდომები დაუშვით, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შეცდომებს უშვებს ის, ვინც საქმეს აკეთებს, განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ჩვენ გთავაზობთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ გაჩერებული იყოს ქვეყანა, გთავაზობთ, რომ ავამუშაოთ, ვიმუშაოთ დღე-დაღამე, დავიხარჯოთ ხალხისთვის. ბევრ რამეში შეიძლება გაგვაკრიტიკოთ, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ჩვენ უსაქმურები ვიყავით და დღე-დაღამე არ მუშაობდით რა. დღე-დაღამე მუშაობდით იმისთვის, რომ რამენაირად გაგვემართა ხელი ადამიანისთვის და გაჭირვებული ადამიანისთვის. ბევრი რამე ვერ მოვასწარი. ბევრი შეცდომას დაუშვით. ეხლა შეუცდომელი არის ის, ვინც არაფერს აკეთებს ეხლა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე ხრეითის მოსახლეობას დაწყებული პროექტების გაგრძელებას პირდება. პროგრამა ჩვენი გასაკეთებელად იყო გზა, რომელიც დაწყილი იყო და შეჩერდა ჩვენი წასვლის შემდეგ. პლუს აქ იყო ბევრი პრობლემა, იმისა წყალთან დაკავშირებით იყო ზოგიერთ უბნებში, ზოგი გადავწყდა, ზოგი არა. თქვენ ხედავთ აქ სკოლას, რომელიც უნდა დამთავრებულიყო და შიგა მე მგონი შიგნით არ არის მე მგონი დამთავრებული, ჩვენ დროს დაწყილი იყო. ანალოგიური არის ბაღი, რომელიც შეპირებული ვიყავით და დაწყილია და დღესაც არ არის დამთავრებული. წელიწად ნახევარი ჩვენი მიერ გამოყოფილი თანხიდან ალბათ მის მერე არაფერი მომატებია, თუ არა უნდა ყოფილიყო დამთავრებული. რაც იყო, ესე იგი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მე პირდები ამ ხალხს რომ აი ეს პროექტებს, ესე იგი გავაგრძელებ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ხრეითის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იური შეყილაძე. მე არ მინდა რომ ამათ იმედი გაუცრუო. მე ამ ხალხის გადავდგ ის ნაბიჯი რომ მე გარემოდაცვის ინსპექციაში ისევე განუცდები ჩაბარებული მქონდა. გადავდგ ის ნაბიჯი რომ არ წავედი გარემოდაცვის ინსპექციაში რომ ხალხი მithხოვდა და მინდა რომ მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრიკენს რომ ამ ხალხის გვერდში დავდგე. ამ სოფელში რაც დამჩა გაუკეთებელი გავაკეთო და დაუდგე ამ ხალხს გვერდში. ხრეითის მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. შეხვდა გიორგი ვაშაძე, ისაუბრა ჩვენი პრობლემებზე და გადაწყვეტილი იქნება დაგვეხმაროს. სოფლის პრობლემები ახლა ეს არის რომ გზა არ აქვს. გზა. გზების თუ მოგვაქცევენ ყურადღებას და გზები გვაქვს იმედი რომ მოგვაქცევენ რომ გზები არ არის და ღმერთ მაქნას რომ იმედები გამართდეს. ჩვენი იმედები და იმათიც. აი ხა ხრეითში ვართ. აი ეგ ეს გზა იქნებოდა დამთავრებული რომ ყოფილიყო გოგი გამგებელი და რომ გაეგრძელებია მას ამ საქმის კეთება. მაგრამ სამწუხაროდ არა თუ გზა, არამედ სკოლის მშენებლობაც კი გაჩერებული, ბაღის რეაბილიტაციაც კი გაჩერებულია. ასე რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი და კიდევ ერთხელ ყოველს თავაზობთ რომ შეგვეჯიბრონ საქმის კეთებაში, ვინ უფრო მაგრად გააკეთებს საქმეს და არა იმ რაღაცა ლანძღვაგინებაში, რომელთაც შემოიფარგლება ხოლმე მათი საარჩევნო კამპანია. ჩვენ ვართ საქმისკეთებლები, ისინი არიან მეოცნებები, დანარჩენი ხალხზე აირჩიოს ამ ორ შორის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღეა დარჩენილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის გოგი ჩიკვილაძის ნომერი საარჩევნო ბიულეტენში 5-ია.
ბლოკმა ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია საჩხერეში დღეს ოფიციალურად დახურა. კამპანიის დახურვის ცერემონია კულტურის სახლის დარბაზში შედგა. შეხვედრა ქართული ოცნების საჩხერის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან ივანიშვილმა გახსნა. ადამიანები, რომლებიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, თვითმმართველობა, რომელიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ. შეხვედრაზე იმყოფებოდა საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე. დღეს საჩხერეში გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრა, წინასაარჩევნო, ძალიან საზეიმო განწყობა და გამარჯვების მოლოდინია. საუკეთესო კანდიდატი ყავს ქართულ ოცნებას, კოალიციას საქართველოს მასშტაბით. მე ვიტყოდი საჩხერეში, ის არის მალხაზ ბაზაძე, რომელიც ძალიან წარმატებით ვიცი რომ მოიგებს არჩევნებს და იქნება საკრებულო უმრავლესობით წარმოდგენილი ქართული ოცნების მხრიდან. ძალიან კარგი კანდიდატები ყავს როგორც პარტიულ სიაში, ასევე თითოეული მაჟორიტარი და დღეს ასე ვთქვათ შევაჯამებთ თლიანად ამ საარჩევნო კამპანიას და ქართული ოცნება გაიმარჯვებს. ამ მომრჩეველს სიტყვით მიმართეს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ კუჭაშვილმა და საჩხერის გამგებლობის კანდიდატმა მალხაზ ბაზაძემ. ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას, რომელიც გამარჯვება უკვე თვითონ საარჩევნების დღეს. იმიტომ რომ დღეს საქართველოში ტარდება დემოკრატიული თვისობრივად ახალი მუნიციპალური არჩევნები. ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს თუ ის ანდობს თავის ქალაქის თუ სოფლის მართვას. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ რეალურად მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის პრობლემების გადაწყვეტაში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ჩვენ ერთად, ხალხთან ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ქალაქზე, სოფელზე, რაიონზე, ქვეყანაზე. და ჩვენ ამორჩევლებს პირდებით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში ყველა ჩვენი გადაწყვეტილება იქნება გამჭვირვალე. ერთი თვეა უკვე საკმაოდ მშვიდად, წყნარად, წესების დაცვით ვატარებთ საარჩევნო კამპანიას. დღეს იქნება კიდევ ერთი შვიდი გარემო დღევანდელ საღამოს, რომელსაც გაალამაზებს გოგონათა ანსამბლი გორდელა და ამით კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავხადო ჩვენ ამომრჩეველს, რომ გვერდში გვიდგანან და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მევიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი არჩევანი მშვიდად, ლამაზად და წყნარად. და ჩვენ ერთად მივახცევთ წარმატებას და ერთად შევეჭიდებით იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც აქვს რაიონს დღეს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე. წინასაარჩევნო პერიოდი საჩხერეში ისევე როგორც მთელ საქართველოში იყო ძალიან მშვიდი, ასევე იქნება დანარჩენი დღეებიც და არჩევნების დღე 15 ივნისიც. ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოში უკვე არჩევნების კულტურა კანონის ფარგლებში და მშვიდად ჩატარების კულტურა უკვე არის ძალიან მაღალ დონეზე. მე გამარჯვებას ვუსურებ ქართული ოცნების ყველა კანდიდატს. საარჩევნო კამპანიის დახურვის ცერემონიალს ქალთა ანსამბლი გორდელა მუსიკალურად აფორმებდა. მათ მაყურებელს უკვე ცნობილი და აქამდე უცნობი სიმღერები შესთავაზეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი. ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს საჩხერის კულტურის სახლის წინ მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის წევრები შეიკრიბნენ. არაფერი ჩვენზე, ჩვენს შესახებ. ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საკუთარი უფლებების გამომხატველი სლოგანები გამოფინეს. ამ დღესთან დაკავშირებით დიდი ტრადიცია არა გვაქვს. შარშან სუნთ პატარა ღონისძიება აღნიშნეთ, წელს კიდე მეორედ აღნიშნავთ. იმედი ამას ვაქცევთ ტრადიციად, კარგ ტრადიციად და ყოველ წელიწადს აღინიშნება და უფრო მასშტაბური და უფრო გრანდიოზული, ასე ვთქვათ, უფრო გახდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 14 ივნისი წითელი ჯვრის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიულოცეს.
არც ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ მათ გარეშე და არც ისინი ყოველთვის გვიწვევენ და ეს არ არის პირველი. ჩვენ 3 დეკემბერს ყოველ წელს აღნიშნავთ მათ შეშმოპირების დღეს და 14 ივნისს გადავწყვიტოთ, რომ ერთი ლამაზი დღე ჩვენც ჩავთულიყავით მათთან ერთად და გაგველამაზებია ჩემი წითელი ჯვრის მოხალისეებით ეს დღე და გადავწყვიტოთ ამასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა, რათა მათთვის დაგვენახებინა ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ისინი საზოგადოების ყოფილი წევრები არიან. ამისათვის გავაკეთეთ სლოგანი, მოვიმზადეთ რამდენიმე დღით ადრე და ამოვედით დღეს, რომ მათ გვერდით ვიყოთ. ამის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა თავისუფლების ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ საჩხერის ყრუთა კავშირის წევრებიც შეუერთდნენ. კანდიდატ მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც სასიხარულო დღეა ერთმანეთს ვეცნობით ამდენი ხალხი თუნდაც არ მინახია. მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ვცდილობთ რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ. მახსოვს შარშან კინოში შევიკრიბეთ 4-5 კაცი და არ იყო ესეთი წარმომადგენლობითი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერ აქციას კოალიცია ქართული ოცნების საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი მალხაზ ბაზაძე შეუერთდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის წევრებმა მას ის პრობლემები გააცნეს, რასაც მათთვის არაადაპტირებული გარემო ქმნის. ვისაუბრეთ გარკვეულწილად რაღაც სამომავლო გზებიც და საერთო ენაც გამოვნახეთ. ყველაფერს ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მათთან ერთად, რაც მათთვის იქნება მისაღები და მათთვის იქნება ძირეული პრობლემა, ერთად მოვაგვაროთ და ერთად გადავჭოთ ეს პრობლემები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კვირეულის ფარგლებში საჩხერეში სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოში 14 ივნისი უკვე რამოდენიმე წელია აღინიშნება. მსოფლიო კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს 3 დეკემბერს აღნიშნავს. questions which will give the დაკვირვების ქვეშ მყოფი მედია საშუალებების დიდმა ნაწილმა პრაიმ ტაიმში გასულ არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო გადაცემებში პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები დაბალანსებულად გააშუქა. ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი. მონიტორინგის მიხედვით პირველი ანგარიშის მსგავსად მედია საშუალებებმა საინფორმაციო პროგრამების არსებითი ნაწილი ამჯერადაც მთავრობისა და ორი ძირითადი პარტიის ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაშუქებას დაუთმეს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში არსებული ტელეკომპანიები განსაკუთრებულ ინტერესს თბილისის მერობის კანდიდატებისად მიიჩენენ. რეგიონული არხები კი ძირითად დროს მათივე ქალაქების მერობის კანდიდატებზე ამახვილებენ. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას ბალანსი, მაგრამ მაუწყებელი მხოლოდ ამაზე არ უნდა იყოს ფიქსირებული და ეს არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალისტურ ხასიათს. ანუ ეს წამების და ესე იგი წუთების გაზომვა ერთი კანდიდატიდან მეორე კანდიდატამდე და უბრალოდ ესე იგი მხოლოდ აქტივობების, საარჩევნო აქტივობების და ღონისძიებების გაშუქება არ არის ის მხოლოდ ეს არ წარმოადგენს ტელევიზიას და ეს არ არის ჟურნალისტიკა. საჭირო უფრო ღრმად ჩავიდეთ ამაში და მთავარია რომ არ იყოს აი ესეთი ფორმალისტური მიდგომა. კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარეს და წარმოადგენდნენ კონკრეტულ თქვათ ძალას ამ კუთხით რა თქმა უნდა ეს იწვევდა არაერთ პრობლემას მათ შორის ფორმალური ბალანსის კუთხით მათ შორის სიღრმისეული გაშუქების კუთხით მათ შორის მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევის კუთხით და იყო გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევები ვიდრე ახლა ჩვენ დღეს ამაზე ვსაუბრობთ. ახლა ჩვენ თუ დღეს ვსაუბრობთ იმაზე რომ 6 საათიან გამოშვებაში დავიცვათ ბალანსი, ვსაუბრობთ იმაზე რომ გასართო პროგრამებში იქნება აღარ გქონდეს გადასტანები, მაშინ ვსაუბრობთ წელთ პრაიმ ტაიმში ძირითად გადასტანებზე და ვსაუბრობთ იმაზე რომ თოქ-შოუებში გქონდა საკმაოდ პოლარიზება და არ უწყობდა ეს ხალხს არჩევნების სამართლიან გაშუქებას ნამდვილად. აჭარაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სლოვაკურ კომპანია მემო 98-თან ერთად ორ საზოგადოებრივ არხს თბილისში არსებულ 5 მაუწყებელს და 6 რეგიონულ ტელეკომპანიას აკუთვნებოდა. ანგარიში 1 მაისიდან 6 ივნისის პერიოდს მოიცავს.
2013-2014 სასწავლო წელი დასრულდა საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ჭიათურის კულტურის ცენტრმა სკოლის დამთავრება კონცერტით მიულოცა. მედია კულტურის ცენტრის ეს პროექტი სასიამოვნო აღმოჩნდება ყველა ჭიათურელისთვის და ამ კონცერტით ისიამოვნებს არა მხოლოდ მე-12 კლასელები, არამედ ახალგაზრდა მსმენელები, რომლებიც მრავლად არიან ამ კონცერტზე. ნოდიკო ტატიშვილი, არჩილ ნიჟარაძე, გიორგი მახარაშვილი, თათია დევდარიანი ერთმანეთს სცენაზე ნაცნობი სიმღერებით ენაცვლებოდნენ. არაჩვეულებრივი პუბლიკა ყოველთვის მე არ მაქვს სახ ჩამოვიდე და რაღაცა ისე წავიდი სულ დატვირთული ისეთი სავსე ენერგიით მივდივარ ხოლმე. პირველად ვარ ჭიათურაში და ძალიან სტუმართ მოყვარე ხალხია. ძალიან დიდი სიყვარულით შეგვხვდნენ, ძალიან აქტიურები იყვნენ. ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა ჭიათურელ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება პოპულარული სიმღერებით მიულოცეს. ჩვენი ჩამოსვლის მიზანი არის, რა თქმა უნდა, დღევანდელი, ანუ მე-12 კლასელების სკოლის დამთავრება, მინდა რომ მიულოცოთ, ჩაბარება უსურვო, წარმატება უსურვო, ყველაფერი საუკეთესო და იმედია ასახელეს საქართველოს, იმედი არა, ეჭვიც არ მეპარება და კიდევ გესტუმრებით ჭიათურაში აუცილებლად. ულოცავ, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც დაამთავრა სკოლა და ვუსურვებ წარმატებით ჩაბარებას და რა თქმა უნდა, შემდგომ კარგად სწავლას და საქართველოს ესახელებინოთ საქართველოს ამ ბავშვებს ძალიან აქტიური ბავშვები არიან, ძალიან საყვარლები არიან და გამიხარდა რომ დღეს თქვენთან ერთად ვიყავი და თქვენთან ერთად გავატარე კარგი საღამო. კარგი იქნებოდა უფრო ხშირად რომ ტარდებოდეს. მოგწონს. და ყველას ულოცავ სკოლის დამთავრებას. კარგად გაატარეთ ზაფხული. ძალიან კარგია ესეთი საღამოები რო ტარდება ჭიათურაში. ვისურვებდი რომ კიდე ბევრჯერ ყოფილიყოს ესეთი საღამოები, კარგი ახალგაზრდობა ვიკრიბებით, ვერთობით, ესე ვთქვათ და გამოცდები გვაქვს წინ და ერთგვარი განტვირთვა ეს ჩვენთვის ესეთი საღამოები და მოხიბლული ვარ მე ამით. კონცერტი ღია ცის ქვეშ ჭიათურის კულტურის ცენტრის ეზოში გაიმართა.